მინდა საგანგებოდ გამოვეხმაურო იმ რეალობას, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაშია. მინდა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ მე და ჩემი თანამებრძოლნი ყოველთვის ვიყავით წინააღმდეგი ნებისმიერი ძალადობისა, ყოველთვის ვგმობთ ნებისმიერი ტიპის ძალადობას და ვემხრობით სამართლიანობას. ვემხრობით სამართლიანობას ნიშნავს იმას, რომ ჩვენთვის მიუღებელია ნებისმიერი ორმაგი სტანდარტი, რომელიც გამეფებულია ჩვენს ქვეყანაში და სამწუხაროდ მნიშვნელოვანწილად საერთაშორისო თანამეგობრობაშიც. დიახ, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მიგვაჩნია, რომ დაგმობილი უნდა იქნას ნებისმიერი ძალადობა და გამოძიებული ძალადობის ფაქტები. მათ შორის ვთვლით, რომ გამოძიებული უნდა იქნას ისიც, რაც მოხდა ამ 2 დღის წინ ზუგდიდში. მაგრამ ვიდრე ასე ხმამაღლა დაიწყებდნენ ლაპარაკს ზუგდიდის ფაქტის გამოძიებასთან დაკავშირებით, მინდა კატეგორიულად მოვითხოვო უკვე მერამდენეთ, რომ გამოძიებული იქნას ძალადობის ის ფაქტები, რომელსაც ადგილი ჰქონდა მანამ, მათ შორის ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაციის მიმართ. მინდა გავიხსენო ძალადობა ხურვალეთში, რომელშიც მონაწილეობას იღებდა 2010 წლის აგვისტოში ადგილობრივი ხელმძღვანელობა, მხარის გუბერნია, მხარის პოლიციის წარმომადგენლები, ჩვენ მაშინ მივმართეთ ვანო მერაბიშვილს კატეგორიული მოთხოვნით გამოძიებულიყო ეს საქმე, მივმართეთ საერთაშორისო ორგანიზაციებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს, თუმცა ეს საქმე მაშინ გამოძიებული არ ყოფილა, რაც გასაკვირი არ არის. გასაკვირი არის ის, რომ შემდეგ, როდესაც მოხდა ფაქტები უკვე კარალეთში, მერეთში, ასევე მივმართეთ ჩვენ უკვე ახალ ხელისუფლებას, რომ იმ ფაქტებთან ერთად გამოეძია ხურვალეთში ჩემი და ჩემი მეგობრების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობრივი აქცია მაშინდელი ხელისუფლების ნაციონალური მოძრაობის ოფიციალური პირების ინიციატივით და აქტიური მონაწილეობით, ასევე მივმართეთ საგანგებო განცხადებით ბატონ ღარიბაშვილს, რომ გამოძიებული ყოფილიყო ხურვალეთთან დაკავშირებული ინციდენტი 2013 წლის 24 ივნისს, მაგრამ ეს ფაქტები დღემდე გამოძიებული არ არის. ბატონო ღარიბაშვილო, ეს ფაქტები რომ გამოგეძიებიათ, ისევე როგორც სხვა ის ფაქტები, რომელზეც მე ახლა დაგელაპარაკებით, ნამდვილად ნაციონალური მოძრაობა ვერ გაბედავდა ასე ხმამაღლა ლაპარაკს. ასევე ჩემის მხრიდან და ჩემი თანამებრძოლების მხრიდან მოთხოვნილი იქნა სხვა არაერთი ძალადობის ფაქტის გვერდით გამოძიებული ყოფილიყო 26 მაისს აბსოლუტურად მშვიდობიან მომიტინგეებზე ტელევიზიასთან 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით განხორციელებული თავდასხმა პოლიციის, მერიის და ადგილობრივი გამგეობის თანამშრომლების მონაწილეობით. მაშინ ჩვენ ვაჩვენეთ პოლიციას და შევიტანეთ კიდეც პოლიციის საბურთალოს შენობაში ავტომანქანების ნომრები, პირადობის მოწმობები იმ ადამიანებისა, რომლებიც მუშაობდნენ გამგეობებში, მერიაში, საკრებულოში, პოლიციაში, რა თქმა უნდა, მაშინ ეს ფაქტი გამოძიებული არ ყოფილა, თუმცა არც ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ გამოძიება დაწყებულა იმ კონკრეტული ადამიანების მიმართ, რომლებიც იყვნენ თანამდებობის პირები და ჯოხებით ხელში მოგვივარდნენ და პროვოკაცია მოგვიწყვეს სრულიად მშვიდობიან მომიტინგეებს. ასევე არ მოყოლია არანაირი რეაქცია ძალიან ბევრ სხვა ფაქტს, ძალადობის ფაქტებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა ჩვენი პარტიის მიმართ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ფაქტები, რომ ქართულ ოცნებას გამოეძიებია, დღეს ალბათ არც ზუგდიდის ფაქტი მოხდებოდა და არც ნაციონალურ მოძრაობას ამდენი სალაპარაკო არ ექნებოდა. ასევე მინდა საგანგებოდ გამოვეხმაურო ეგრეთ წოდებული ფილმის ჩვენებას, სადაც როგორც გვიმტკიცებენ, თურმე არასრულწლოვანებიც ესწრებოდნენ თან ძალით მიყვანილნი. თუ რა თქმა უნდა, ვინმე ძალით მიიყვანა მოსწავლეები და მით უფრო არასრულწლოვანები, ეს ფაქტი ნამდვილად გამოსაძიებელი გახლავთ და ვფიქრობ, რომ გამოძიებული უნდა იქნას. მაგრამ არის თუ არა გამოძიებული მოდელირებული ქრონიკის ფაქტი, მოდელირებული ქრონიკის ავტორების მიერ ჩადენილი დანაშაული, როდესაც მოდელირებულ ქრონიკას უყურებდა მთელი საქართველო, როგორც მოხუცი, ასევე არასრულწლოვანი და როგორც დაზუსტებით ვიცით მოდელირებული ქრონიკის ჩვენებას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაისაჯა თუ არა ვინმე
მოდელირებული ქრონიკის ჩვენებისთვის, აგო თუ არა ვინმე ამაზე პასუხი და გამოიძია თუ არა ეს ფაქტი ასევე დღევანდელმა ხელისუფლებამ ჩვენი არაერთი მოთხოვნის და მიუხედავად. მინდა მივმართო არასამთავრობო ორგანიზაციებსაც, რომლებიც დღეს დაჟინებით ითხოვენ სრულიად სამართლიანად ზუგდიდისა და ამ ფილმის ჩვენების ფაქტების გამოძიებას, მინდა მივმართო ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს და სხვა დასავლეთის წარმომადგენლებს, ბატონებო, რატომ არ ითხოვთ ამ ფაქტების გამოძიებას? მოითხოვეთ ამ ფაქტების გამოძიება. დაგვიჭირეთ მხარი ჩვენს კანონიერ მოთხოვნაში, რომ ის უკანონო მოქმედებები, დანაშაულებრივი მოქმედებები, რომელიც წლების განმავლობაში უამრავი ადამიანის მიმართ, მათ შორის ჩვენი პარტიის მიმართ იყო განხორციელებული, გამოძიებული იქნას და თუ ეს მოთხოვნა თქვენის მხრიდან გახმოვანდება, ჩვენ მართლა დავიჯერებთ, რომ თქვენ არ ახართ ორმაგი სტანდარტების მომხრე. ჩვენ მართლა დავიჯერებთ, რომ თქვენი განცხადებების ამოცანა არის საქართველოში დემოკრატიული ფასეულობების დამყარება და არა ნაციონალური მოძრაობის გადარჩენა. წინააღმდეგ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება ყველანაირი მორალური უფლება. ვილაპარაკოთ ორმაგ სტანდარტებზე და ვილაპარაკოთ იმაზე, რომ მათ შორის ჩვენი დასავლელი მეგობრებიც საქართველოს მოსახლეობას ორ ხარისხად ყოფენ. პირველი ხარისხის კატეგორიის მოქალაქეებად იმ ადამიანებს, ვინც ზოგი გულწრფელად და ზოგი მოტყუებით ვითომ და დასავლური ფასეულობების მომხრეა, ხოლო ვისაც მიწეპებული აქვს პრორუსული სიარლიყი, მათ მეორე ხარისხოვან მოქალაქეებად თვლიან და მათ მიმართ ძალადობის ფაქტების გამოძიებაზე და გამოძიების მოთხოვნაზე თავს არ იწუხებენ. საქართველოში რომ არ იყოს ორმაგი სტანდარტი, საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას და ჩვენს დასავლელ მეგობრებს, ასევე ჩვენთვის საპატივცემულო ან არასაპატივცემულო არასამთავრობო ორგანიზაციებსაც, რომ კატეგორიულად მოეთხოვათ ყველა სხვა ფაქტების გამოძიება, მათ შორის 26 მაისის, ხურვალეთის, მოდელირებული ქრონიკის და ბევრი სხვა ფაქტის ჩათვლით. დღეს ნაციონალური მოძრაობა ამდენს ვერ ილაპარაკებდა. დღეს ქვეყანაში ძალადობა და უსამართლობა არ იქნებოდა. მე შემთხვევით არ ვლაპარაკობ მთელი ამ წლების განმავლობაში სამართლიანობის აღდგენაზე. ეს იმიტომ კი არა, რომ ვინმეს რევანშის წყურია. ეს იმიტომ, რომ სანამ სამართლიანობა არ აღდგება, სანამ ყველა ფაქტი გამოძიებული არ იქნება, სანამ ყველა დამნაშავე დასჯილი არ იქნება მისი დანაშაულის და მიხედვით, ქვეყანაში არასოდეს არ მოიშლება ძალადობა, ქვეყანაში არ იქნება სამართალი და სადაც არ არის სამართალი, იქ არ იქნება სიმშვიდეც.